საქართველოში ადგილობრივი ქათმის ჯიშები არა მხოლოდ სოფლის ყოფის ნაწილია, არამედ ჩვენი აგრობიომრავალფეროვნების მნიშვნელოვანი სიმდიდრეც. მათ შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ყელტიტველა და შავი ქათამი. ყელტიტველა ქათამი ადვილად იცნობა თავისი შიშველი, წითელი კისრითა და ძლიერი აღნაგობით. ის კომბინირებული კვერცხსახორცე მიმართულების ფრინველია. ადრეულ ასაკში იწყებს კვერცხდებას, სწრაფად იზრდება და გამოირჩევა ნაზი, გემრიელი ხორცით. საშუალოდ დედლები 2,5 კილოს, მამლები კი 3,5 კილოს აღწევენ. წლიურად დაახლოებით 160-მდე კვერცხსდებენ და კარგად იტანენ როგორც სიცხეს, ისე ნახევრად თავისუფალ, საოჯახო პირობებს. ყელტიტველა თვითონაც კარგად პოულობს საკვებს და სიცოცხლის უნარიანობით გამოირჩევა, თუმცა დღეს ცალკე გუნდებად იშვიათად გვხვდება. შავი ქათამი უფრო კომპაქტური, მაგრამ ძალიან გამძლე პოპულაციაა. მისი ბუმბული ძირითადად შავია, ზოგჯერ კისერზე მცირე ნათელი მხაჭებით. დედლები საშუალოდ 2,5 კილოგრამს იწონიან, მამლები 3 კილოგრამამდე. წლიური კვერცხდებლობა 140-მდე ცალია, ხოლო ბუნებრივ პირობებში გამოჩეკვა საკმაოდ მაღალია. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ თუშურს შავ ქათამში მეცნიერებმა ფრინველის ჭირისადმი მაღალი გამძლეობაც დააფიქსირეს.